შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო გაგრძელებაა, რადგან შტეფან ცვაიგთან უცნობი ქალი მთავარი გმირი კვდება. ჩვენთან კი ის მოდის ესე ვთქვათ აზრზე და ის არის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამ გმირს უწევს 3 ეტაპის გავლა. ის არის თავიდან სპექტაკლის დასაწყისში შიზოფრენიით შეპყრობილი. მერე ის უბრუნდება იმ უცნობ ქალს, ანუ მისი გახსენებით და მისი ცხოვრების, გავლენით ცხოვრების გახსენებით და იბადება ამ 2 ქალიდან მესამე, სულ ახალი ქალი, რომელიც გადაფასებას აკეთებს ცხოვრების და ირჩევს ცხოვრებას. შტეფან ცვაიგიდან ნინო სადღობელაშვილმა გამოიყენა ის, რომ ფსიქიატრი სწორედ მისი წერილების მიხედვით და მისი წერილებით იწყებს მის გამოჯანმრთელებას. ანუ პირველ რიგში არის ის, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს მის მიერ, ანუ ამ უცნობი ქალის მიერ შექმნილი კომფორტის ზონა ფსიქიატრიულში დაანგრიოს იმით, რომ დააბრუნოს იმ რეალობაში, რომელ რეალობაშიც იგი რეალურად იყო კონკრეტულ დროს. დიდი ხანი არ მქონდა თეატრთან დაახლოებით 1 წელი არ მქონდა შეხება და ამ გმირით მომიწია, ასე ვთქვათ, დაბრუნება თუ შეიძლება ითქვას. თან სულ მინდოდა რაღაცა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, რაღაცა ამ ჟანრის რაღაცა სულ ინტერესი მქონდა რა. აი გარეთ რომ ცხოვრება და რეალობა, აი ცხოვრებაში და რეალობაში გელოდებათ ვინმე მაგას და ეს არის ახალგაზრდა ფსიქიატრის მეთოდი, გადაწყვიტა რომ სწორად რომ ამ გოგოს როგორ გითხართ, ნდობა მოეპოვებინა, ამიტომ გადაწყვიტა რომ მასთან ირეალური გმირების სახით მასთან შეეყვანა ასე ვთქვათ მისი ასისტენტები, რომლებიც მოიპოვებენ ნდობას. გახვალთ აუცილებლად რომ ჯერ და გავუჩერდეთ. ეს არის რაღაც ფსიქოლოგიური დრამა და ისეთ პერსონაჟები შევქმენით, მე ასე ვფიქრობ და ასე მგონია, რომ რაღაცნაირად რეპეტიციების დროს გვიწევდა სულ სიღრმეებში და რაღაცების პოვნა და რაღაც ნიუანსების პოვნა. ნუ ჩემი პერსონაჟი კონკრეტულად მაინც თვლი რომ არის რაღაც იდუმალებით მოცული ქალი, რომელსაც რაღაც პრობლემები აქვს და აქედან გამომდინარე ისეთია ძლიერი ძალიან და ძალიან პროფესიონალი თავის საქმის მცოდნე. რამდენიმე სათქმელი იყო, იცით, მაგრამ ერთი მთავარი, რომელიც შეიძლება უკვე ბანალურადაც კი იქცა, მაგრამ მეც ჩემ თავს ყოველდღიურად თუ არა ყოველ მეორე დღე მაინც ვახსენებ იმას, რომ ყველანაირი ძალა ადამიანს ხელწიფება საკუთარ თავში, ყველა ძალა საკუთარ თავშია. მინდოდა ესე გადმომეცა ერთი ქალის ისტორიით, რომელსაც თავზე დაენგრა ყველაფერი, ისევ თავის გამო და არავის ბრალი არ იყო და ეს ფსიქიატრი სწორედაც რომ ამ გზებს მიმართავს, რომ ისევ საკუთარ თავში აპოვნოს ძალა და არა რაღაცა ტაბლეტებში და არა რაღაცა ტყუილებში. უბრალოდ დააბრუნოს რეალობაში და იმ რეალობაში უთხრას, რომ კი, ძალა არის შენში და მხოლოდ შენში.